გამარჯობათ ჩემი არხის მაყურებლებო, მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი და თუ გინდათ რომ ეს არხი გახდეს თქვენი მშობლიური არხი, უნდა გამოიწეროთ ის და ის გახდება თქვენი არხიც. დღეს მინდა გავაკეთო ასეთი გაშლა, რჩევები სასწრაფოდ წლის ბოლომდე. Ანუ რა გვაქვს გასაკეთებელი, რა უნდა მოვასწროთ ამ წლის ბოლომდე, რა მნიშვნელოვანი მესიჯი წამოვა სამყაროდან. ამიტომ გავშლით ძალიან იდუმალი, ღრმა, ოშოძე ტაროთი და სანამ გაშლაზე გადავა, მინდა გაჩვენოთ, ალბათ ყველა აკეთებთ და უნდა გააკეთოთ სხვადასხვა რიტუალები. ახალი წლის ღამეს და ასე ვთქვათ დაწერილი სურვილები სად წავიღოთ არის ხოლმე სულ ამის შეკითხვა. აი ჩემო კარგებო, ეს არის ფენშუის ჩანთა, რომელიც აბერვებს, ამრავლებს, ადიდებს იმას, რასაც მასში ჩადებთ. შეგიძლიათ შეინახოთ ამაში, ასე ვთქვათ, დაწერილი სურვილები, რაც გინდათ აგისრულოთ მომავალ წელს, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფულის შესანახად, იმიტომ რომ ფული ბევრი გადიდებული და გამრავლებული არის ძალიან კარგი და ასევე შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი ძვირფასეულები. იმიტომ რომ ისიც გადიდებული, გამრავლებული და გაბევრებული იქნება თქვენთვის ძალიან კარგი და მისაღები. რაოდენობა არის შეზღუდული და იჩქარეთ, ვისაც სურს ამის შეძენა. ახლა კი დააპირებული გაშლა. ვარიანტი გვექნება 3. პირველი ვარიანტისთვის წლის ბოლომდე. რა უნდა გავაკეთოთ, რა უნდა მოვასწროთ, რას მივაქციოთ ყურადღება, ვარიანტი 2 და ვარიანტი 3. აი ესე ჩემო კარგებო, გააკეთეთ კონცენტრაცია, ჩაიფიქრეთ, მე კი შეგახსენებთ, რომ ვარ ნათია შაი და ვისაც სურს ჩემთან კონსულტაციაზე მოხვედრა, შეუძლია დამიკავშირდეს Facebook გვერდზე ქართული შრიფტით რეიქი მკურნალი, ან მომწეროს Viber-ზე, WhatsApp-ზე ნომერზე 591233507. მე ვიწყებ გაშლას, ვისაც კიდე არ გაუკეთებია არჩევანი, შეუძლია დააპაუზოს ვიდეო და შემდეგ განაგრძოს ყურება. მაშასე, პირველი ვარიანტი. ერთი ცალი დაგვკლებია, არა უშავს, დავამატებ. აი ასე. პირველი ვარიანტი, რას გვეუბნება პირველი ვარიანტი? გვეუბნება, რომ რაღაცა პრობლემაში ხართ, ჩიხში ხართ, გაჭედილი ხართ, თითქოს გამოსავალს ვერ პოულობთ. ცოტა არ იყოს სასოწარკვეთილებას ხართ მიცემული. არ იცით რა გააკეთოთ, როგორ გააკეთოთ, რა გზას მიეცეთ და სამყარო გეუბნებათ, რომ მოეშვით, მოდუნდით, არ ვიცი თუ გაქვს საშუალება, აი წამოვიდა ენერგია, გაიკეთეთ რელაქსის მასაჟიც კი, რომ შეძლოთ მოდუნება, ჩართეთ, არ ვიცით, მედიტაციული მუსიკა, გააკეთეთ მედიტაცია, ილოცეთ პირველი ნაბიჯი რაც უნდა გააკეთოს, რომ მოდუნდეთ, მოეშვათ, დაძაბულობა მოიხსნათ და მეორე ნაბიჯი არის ის, რომ სამყაროში სწორად გაუშვათ თქვენი ეს სურვილი, რაც გინდათ, როგორც გინდათ რომ მოხდეს, როგორც გინდათ რომ ასრულდეს, დაგვირგვინდეს, ხო? ეს ყველაფერი. თქვენი შედეგი, ანუ კულმინაცია, რა გინდათ, აი ამ ჩიხიდან რომ გამოხვიდეთ, რა გინდათ, რა შედეგი გინდათ, რა სურათს ხედავთ, ეს წარმოიდგინეთ. რას ნიშნავს სწორად ამის ფორმულირება? სწორად ამის ფორმულირება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამას რო წარმოვიდგენთ, სინანულის ენერგია კი არ მივაყოლოთ, რომ ვაიმე რა ცუდია, რომ არ ვართ ამ მდგომარეობაში, ან არ ყავს შეყვარებული, ან არ გვაქვს ფული, ან არ მაქვს ცუდი ჯანმრთელობა, არა, პირიქით, რო წარმოვიდგინოთ, რომ ამას განვიცდით და სიამოვნება, სიხარული, აღტაცება, აღტყინება, ეს ყველაფერი წარმოვიდგინოთ. და ძალიან სწრაფათო სამყარო ამ ყველაფერს წამოიღებს თქვენთან. მე ხშირად ჩემს, ასე ვთქვათ, ვიდეოებში, სასწავლო ვიდეოებში მათ შორის ვამბობ, რომ ჩათვალეთ მეთქი, რომ ჩვენი ტვინი არის ანტენა და ჩათვალეთ, რომ სამყარო არის მაგალითად ანძა.
ჩვენი ანძა და რა ფუნქციასაც მისცემ, ანუ პულს რასაც დააჭერ, ხო, რომელ არხსაც დააჭერს, იმას დაგიჭერს, იმას გადმოგცემს ეს არხი. ანუ გაუშვით ეს პოზიტიურად ეს ენერგია და წამოვაო, გააქტიურებულია თქვენთან აი ეს კარი, ასე ვთქვათ, მიმღებლობის კარი, თავარია უბრალოდ სწორად გაუშვათ. სხვათა შორის ეხლა ცოტა არ იყოს ღიმილის მომგვრელი ამბავი მინდა მოგიყვეთ და საერთოდ მე როდესაც დავიწყეთ ჩემი YouTube მოღვაწეობა, ალბათ პირველ 10 ვიდეოში ჩავწერე სათამაშოსთან დაკავშირებით, როგორ მოვიდა ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სათამაშო ჩემთან. ამ ისტორიას ახლა არ მოვყვები, ძალიან საინტერესოა, ვისაც სურს, რომ პრაქტიკაში განახორციელოს და მოიზიდოს თავისი სურვილები და შეგიძლიათ მოიძიოს და ნახოთ ეს ვიდეო. მაგრამ ახლა მოგიყვებით, აი მაინც ახალ წელს უკავშირდება და რა გამახსენდა და რა მოხდა ჩემ თავს. რამდენიმე დღის წინ პატარა ბავშვები მყავს და გამოვიღე და დავიწყეთ ნაძვისხის აწყობის ცერემონიალი და გამახსენდა რაღაც და რა გამახსენდა. აი წლების წინ იცით რა ძველ დროს ვყვები, ალბათ მაშინ ვიყავი სტუდენტი, აი ძალიან დიდი ხნის წინ, აი დანიური სახლები რო იყო. მოკლედ რატო ვახსენე დანიური სახლი, გეტყვით მაგასეც. ვიყავი სტუმრად ერთ-ერთ ოჯახში და ზუსტად საახალწლო პერიოდი იყო და ნაძვისხეო, ნახე როგორი ნაძვისხე გვაქვსო და ამ ნაძვისხის წიწვები ინთებოდა თვითონ, აი გირლანდები კი არ ქონდა, წიწვები ანათებდა და ისე მომეწონა და აი ეს მახსოვს ემოცია ისეთი ძლიერი იყო და დანიურ სახლში იყიდება ეს ასეთი ნაძვისხეებიო. და სულ ვოცნებობდი, რომ აი მე რო სახლი მექნება, ესეც ნაძვისხეს ვიყიდე. აი რაღაცაში თავბეჭდილება მოახდინა. მაღაზე ლამაზი ნაძვისხეც მინახია, დიდიც, გრანდიოზული, სასწაულიც, მაგრამ აი იმ ნაძვისხე მოახდინა თავბეჭდილება ჩემზე. ხო და გავიდა წლები, მე ჩემი სახლი მაქვს, ასე ვთქვათ, შეიცვალა მდგომარეობა, აი ჩემი სახლი მაქვს, ასე ვთქვათ და ერთ-ერთი ახლობელი მეუბნება, რომ ნათიაო, გაქვსო ნაძვისხეო და მე ვთხარი არა უნდა უყიდო და გინდაო მეო გაჩუქეფო, იმიტომ რომ მეო სხვა მაჩუქაო, ბევრად ძალიან დიდი ნაძვისხეო და ორი ნაძვისხე რა თმინდაო და კი მეთქი მაჩუქე რაღა ვიყიდო. და წამოვიღე ეს ნაძვისხე და ჰოი საოცრება, ზუსტად ისეთი ნაძვისხეა, სხვათა შორის ზობაც რო გავიხსენე, აი ზუსტად იმ ზობებში ჯდება, რაც იმ ოჯახში ვნახე. აი ესე ინთება წიწვები. ანუ ძველი ნაყიდი სავარაუდოდ აი დანიურ სახლში ქონდა ამ შემახობელსაც ნაყიდი. შეიძლება ახლაც არის ესეთი ნაძვისხეები, არ ვიცი, არ გავსულვარ ნამდვილად, მაგრამ რატომ მოვყევი ახლა ეს ღიმილის მომგვრელი ამბავი. აი რაზეც აღფრთოვანდებით, რაზეც აი ესეთი შის გაქვთ ემოცია და შთაბეჭდილება, ხო ის მოგდით თქვენს ცხოვრებაში და იმიტომ ვამბობ, რომ ლოცვასაც აქვს თავისი წესი, თქო, ილოცეთ პოზიტიურად, აღფრთოვანებული, აი ესეთი აღტკინებული, ჩემოკარგებო და რასაც წარმოიდგინეთ, რაც გინდათ აუცილებლად ზუსტად ის მოვა თქვენთან, დამიჯერეთ, ეს ასე მუშაობს. მოკლედ, ამას გეუბნებათ პირველი ვარიანტი, რომ ოღონდ ეს სწორად გააკეთეთო და რასაც იოცნებებთ, წარმოიდგინეთ და მოიზიდავთ, აჩქარებულია თქვენთან, ასე ვთქვათ. პორტალი გაღებული არის მიმღებლობის და მიიღეთ ესო, სამყარო გიმზადებთ ამასო. გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე. ვინც ჩაიფიქრა მეორე ვარიანტი, აქაც ორი არკანი ამომიღია, რა უცნაურია, არა უშავს. დავამატოთ. მე კიდევ ერთხელ სანამ დავამატებ ერთ არკანს, შეგახსენებთ, რომ მე ვარ ნათია შაი და ვისაც სურთ ჩემთან პირად კონსულტაციაზე მოხვედრა, არა მარტო ტაროზე, წმენდაზე, დიაგნოსტიკაზე, ტაროს კონსულტაციაზე, რეიკის სეანსებზე, ამულეტებზე და ასე შემდეგ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ნომერზე 591233507. ახლა რას მეუბნება, ვინც აირჩია მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი, ვინც აირჩია, მეუბნება, რომ თქვენო რაღაცო შეხებაში ხართო, ნახეთ, არ ვიცი, ან ხართ ხელოვანი,
ან ხართ აი ეზოთერულ ცნებებთან დაახლოებული, ან დაინტერესებული, ან ასტროლოგით, ან პროფესიონალი, ან დაინტერესებული, ვინც ეს ჩავთვლით, ან ნუმეროლოგით, მოკლედ რაღაცა, რაც ცდება, ასე ვთქვათ, პრაგმატულ მიწიერ ხედვებს. ვინც უფრო ღრმად ეძიებს სულიერ საკითხებს და თქვენო უკვე ხართო იმ სტადიაზეო, რომ რაღაცა ისეთებს ხედავთო, რასაც მაგალითად მასა ვერ ხედავს. ანუ რაღაცა ზედა სხვა საფეხურზე ხართო. ზედა კასტაში ხართ, ასე ვთქვათ, ცნობიერება თქვენი უფრო გახსნილიაო და გაფართოვებულიაო. ამას ამბობს მეორე ვარიანტის მფლობელი და თქვენ ამჩნევთო და თუ არ ამჩნევთო, აბა დააკვირდითო, რომ სამყარო გაძლევთო რაღაცა ღვთიურ ნიშნებსო და ამას მიაქციეთ ყურადღებაო. ეს ღვთიური ნიშანიო, მიგიყვანთო რაღაცა დიდ, აი ნახეთ შუარკას დააკვირდით, როგორი სიმწიფეა. ეს სიმწიფე თქვენთვის რა არის ინდივიდუალურია, საჯარო გაშლაა და არა პირადი. შეგიძლია ამ ნიშანმა მიგიყვანოთ უფრო მეტ სულიერ ზრდასთან. შეიძლება ამ ნიშანმა მიგიყვანოთ აი ძალიან კარგ სიუხვესთან, რატომაც არა ბარაქასთან. შეიძლება ამ ნიშანმა და ამ ხედვამ და ამ თქვენმა სწავლულობამ, მაგრამ ეს სწავლულობა ესეთი კი არ არის, აი პრაგმატული, რომ 4-ს მივუმატოთ 4 ტოლია 8, არა. აი ეს არის, რომ რაღაც უკვე ღრმად, ინტუიციურად თქვენი შეგნებით მთელი თქვენი არსებით ხედავთ ამ ყველაფერს. შეიძლება მიგიყვანოთ ჯანმრთელობასთან, აი ძალიან კარგ გაუმჯობესებულ ჯანმრთელობასთან, პირადი ცხოვრების აწყობასთან. მოკლედ, აი თქვენ რაც გაწუხებთ, რაც გინდათ, რასაც ისურვებდით, რასაც ნატრობთ, აი ამას მოგცემთო მწიფესო და ნახეთ როგორ მოიარესო და მიეცით სილაღესო, მიეცით თავისუფლებასო, გაიხარეთ ამითიო, დატკბითო და იცით ახლა მომივიდა ცოტა ესეთი აზრით თითქოს სამყარო გაჯილდოვებთ, იმიტომ რომ მას გაუგეთ, მასთან შეხვედით კონტაქტში, მასთან შეხვედით კავშირში და ასე ვთქვათ, ღმერთს ეზიარეთ. ეს არის თითქოს ჯილდო სამყაროსგან. შვენიერი პასუხი იყო, როგორც პირველ ვარიანტში, ასევე მეორე ვარიანტში და გვჭა მესამე ვარიანტი. ნახოთ ჩემო კარგებო, მესამე ვარიანტი. ეს არის გონება, ეს არის არსება და ეს არის გაზიარება. იმის გამო, რომ ავირჩიე ამ გაშლისთვის ოშო ძენ ტარო, რომელიც არის ძალიან სულიერი, ძალიან ღრმა ტარო, ასე ვთქვათ, ინფორმაციაც წამოვიდა ძალიან ღრმა, ძალიან სულიერი და ძალიან სიღრმისეული. რას გეუბნებათ ეს? თქვენი გონება არის ძალიან დაღლილი, ძალიან გადაფიტული ხართ. შეიძლება ის იყოს ნერვიულობა, შეიძლება ის იყოს რუტინა, შეიძლება ის იყოს ერთფეროვნება. ძალიან დაღლილი ხართ და ცოტა ხან ჩახსენით და დაასვენეთ გონება. ამის ტექნიკური ბევრი სამუშაო არსებობს, როგორ დაასვენოთ გონება. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ჩავწერე ძალიან კარგი ტექნიკა 4 სურვილის ასასრულებლად და იმდენად თერაპიულია ეს და იმდენად ადუნებს, ამშვიდებს, ანეიტრალებს დაძაბულ გონებას, აი ამშვიდებს. ამ ყველაფერს გააკეთეთ ეს ტექნიკა, თან მოიხსნით ამ დაძაბულობას და თან 4 სურვილსაც აისრულებთ. შვენიერია და გადაეშვითო რაღაცა, ზუსტად მაგას ამბობს მედიტაციაშიო. რაც თქვენ გიყვართ, გინდათ ხატეთ, გინდათ ეს ტექნიკა რაც გირჩიეთ, გააკეთეთ, გინდათ მედიტაციური ცეკვა შეასრულეთ, გინდათ მედიტირდით, გინდათ ილოცეთ, გინდათ იოცნებეთ, გინდათ სხვა რაიმე ტექნიკა გააკეთეთ, რაც დაასვენებს თქვენს გონებას. რაც დაასვენებს თქვენს გონებას და დაამშვიდებს და რაღაცით გარდა ამისა სამყარო გეუბნება, რომ აი რაღაცა სიამოვნება, ოღონდ ამ შემთხვევაში უკვე რაღაც მიწიერი სიამოვნების ნაკლებობა მოდის აქ და მიიღეთ. შეიძლება ეს იყოს სექსი, შეიძლება ეს იყოს კარგი ფილმის ნახვა, შეიძლება ეს იყოს გემრიელი საჭმელის ნახვა, შეიძლება ეს იყოს საუკეთესო მეგობართან შეხვედრა, საუბარი ჭიქა ღვინოსთან ერთად, ყავასთან ერთად, რაც გიყვარს, შეიძლება ეს იყოს თქვენთვის სასიამოვნო
განსამუხტი ადგილის ნახვა, ბუნება იქნება ეს თუ რაიმე ტაძარი იქნება და ასე შემდეგ. ეს თქვენ რა გზავნოთ, რაიმე მიწიერი მატერიალური და ასევე კი ზამთარია, მაგრამ მიწასთან კონტაქტი 1-2 წუთითაც რომ რაღაცა მიწასთან კონტაქტი გქონდეთ, ხომ, ნებისმიერი კონტაქტი, თუნდაც კი ზამთარია ცივა მესმის, მაგრამ 1-2 წუთით ფეხში შველა მიწაზე დადგომა, ან თუნდაც აი მიწით წაზე ხელით შეხება, რაიმე კონტაქტი მიწასთან ძალიან კარგია თქვენთვის. აი ასეთი იყო ეს ვიდეო, ძალიან მაინტერესებს თქვენი უკავშირი, რას ფიქრობთ, ასევე ვიდეოს დანარგზე მოცემული იქნება ჩვენი ანგარიშნომერი, თუ გსურთ რომ განვითარდეს ჩვენი არხი, შეგეძლოთ სპონსორობა გაუწიოთ ამ არხს, მე კი გემშვიდობებით ძალიან დიდი სიყვარულით, ძალიან დიდი იმედით, რომ ყველანი კარგად ვიქნებით, ბედნიერად ვიქნებით და 2025 წელი არა მარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ბედნიერების მომტანი, სტაბილურობის მომტანი, გამარჯვების მომტანი, რაც მთავარია სიუხვის და ჯანმრთელობის და ბევრი სიყვარულის, ბევრი ახალი სულის მოვლენების და რა ვინატრო კიდე დაცულობის შეგრძნების და აი ასე იყოს. მომავალ ვიდეომდე თქვენ ნათია შაი.